რა მოლოდინებია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სამომავლო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა არ მოხდება. მმართველი გუნდის მოლოდინები კი განსხვავებულია. ქართული ოცნება აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის შეხედულებები ბევრ საკითხში თანხვედრაშია მათ პოზიციებთან, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ურთიერთობები გადაიტვირთება. ამ ეტაპზე ოცნების რეჟიმის მხრიდან ჩვენ ვერ ვხედავთ მზაობას, რომ ოცნება მზად არის იმისთვის, რომ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდეს. ისინი სულ უფრო და უფრო აფუჭებენ მდგომარეობას და ჩადიან ისეთ საქციელებს, რომლებიც ემსახურება კიდევ უარესი შედეგების მიღებას ჩვენს ქვეყანაში. ჩვენს პარტნიორებს, რა თქმა უნდა, ესმით ძალიან ადეკვატურად ის მდგომარეობა, რაც არის დამდგარი ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად არის ის შეფასებები და ის კონკრეტული სანქციები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან და კონკრეტულად ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაწესდა. სპეკულაცია იქნება, ვინმე თქვას, რომ ვიცის ტრამპი რას აპირებს. ეს იქნება სპეკულაცია, მაგრამ ის რაც ქართული ოცნება ამბობდა, რომ ეხა 20-დან ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ ნახეთ, რომ 20-დან მზადდება ინიციატივა, რომლით მიხედვითაც ამერიკის კონგრესში იქნება ინიციატივა, სანქციები გავრცელდება არა მარტო ქართული ოცნების მოძელადე წევრებზე, არამედ სამწუხაროდ მათ ოჯახის წევრებზე. პირველ რიგში, რასაც ხედავთ, ეს არის ღირებულებითი თანხwebdriver ქართული ოცნების მიერ გაცხადებული პოლიტიკური და იდეოლოგიური ღირებულებებისა და იმ საკითხების რაც ამ ბრძანებებით, რომელიც პირველ დღეს გამოიცა ტრამპის მიერ, არის ძალიან მნიშვნელოვანი მსგავსება, ხო? აქ არის საუბარი სქესთან დაკავშირებით, არის საუბარი არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ქვეყნის სუვერენიტეტების პატივისცემასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. შესაბამისად, ჩვენ ვთვლით, რომ როგორც მინიმუმ ეს უკვე დადებითია და ახალი ათვლის წერტილი შეიძლება იყოს ურთიერთობების დაწყებისათვის. ჩვენ პრობლემები გვქონდა არა ამერიკის სახელმწიფოსთან, არამედ ამერიკის ყოფილ ადმინისტრაციასთან, შესაბამისად ახალი ადმინისტრაციასთან ჩვენ გვაქვს იმედი, რომ შევძლებთ სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობები, მithumetes გავითვალისწინოთ, რომ ტრამპის პირველი პრეზიდენტობის პერიოდში ჩვენ ძალიან კარგად თანამშრომლობდით მის ადმინისტრაციასთან, ძალიან ახლო მჭიდრო ურთიერთობები გვქონდა და ყველაზე მთავარიც გზავნილები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ინაუგურაციის სიტყვის შემდგომ, ასევე ის ნაბიჯები, რომელიც უკვე გადადგა პრეზიდენტ ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ, გვაძლევს იმედს, რომ მალე დამყარდება მსოფლიოში მშვიდობა, რაც თავისთავად გაუმჯობესებს ჩვენი და ამერიკის ურთიერთობებს, სადაც წინა ადმინისტრაცია სწორედ მშვიდობის და სტაბილურობის საკითხების გამო საყრდნობობდა და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის სწორედ მათ შორის LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ დამოკიდებულება პრეზიდენტ ტრამპის თქვენის რგუშინ კიდევ ერთხელ გაკეთდა მისი მხრიდან განცხადება, რომ მხოლოდ ორი სქესი არსებობს.